მოგესალმებით სკოლა იკიგაის პოდკასტის პირველ ეპიზოდში, სადაც ვისაუბრებთ ბავშვის ნეიროგანვითარებაზე. გავიგებთ თუ როგორ ყალიბდება მისი შინაგანი სამყარო და თვითშეგნება. განვიხილავთ ასევე რა გავლენას ახდენს გარემო, სკოლა, ოჯახი, ტექნოლოგიები ბავშვის ტვინის ფორმირებაზე. ამაზე და სხვა საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს დღევანდელ სტუმართან, ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილთან. ნინო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა და მგონია, რომ ლოგიკურია საუბარი დავიწყოთ ბავშვის ცნობიერებაზე, ანუ როდის ხდება მისი ჩამოყალიბება, როდის ხდება ბავშვი, რომ ის ცალკეული დამოუკიდებელი პიროვნებაა და გააჩნია საკუთარი ფიქრები და ამ ფიქრებზე შეუძლია დაკვირვება. მადლობა მასპინძლობისთვის. ზოგადად თვითონ ცნობიერება ხა ძალიან კარგად განმარტეთ რა რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს და ბავშვს შეუძლია რომ დააკვირდეს, ხო, გარედან შეხედოს რაღაც საკუთარ თავს, აღმოაჩინოს რომ მე და თქვათ არსებობ მე და არსებობს რაღაცა გარე სამყარო. თუმცა შემიძლია რომ ჯერ ფუნდამენტური შეგრძნებებით დავიწყოთ, ხო, უკვე მუცლად ყოფნის პერიოდშიც კი გრძნობს ამ ტკივილის განცდას, ხო, დისკომფორტი რაც არის, ანუ რაღაცა, რაც მას ზემოქმედებს, ეს არის მისთვის უსიამოვნა, ხო? რამდენად გააზრებული არის, ეს არ არის, ხო? მაგრამ აი პირველადი შეგრძნებები უკვე მუცლად ყოფნის პერიოდშიც არის. ანუ მას შეუძლია იგრძნოს, ყნოსვა შეიგრძნოს, ვიზუალურად უკვე განასხვავოს რაღაცები და ასე შემდეგ. ტირილის ხმაც კი შეუძლია გაარჩიოს, ანუ თვითონ რა ტირის და თქვათ სამშობიაროში, ხო, როდესაც სხვა ბავშვები ტირიან, ხო, შეუძლია რომ რეზონირებს ბევრად უფრო მეტად და იგზნება სხვების ტირილზე, ვიდრე საკუთარ ტირილზე, ხო? ანუ ის რომ უკვე დაბადებიდანვე ჩვენს ორგანიზმში, გონებაში ჩადებული არის, რომ ჩვენ შეგრძნებებით, საშუალებით ვიგრძნოთ სად ვართ, რა ვართ, ხო, რა ხდება ახლა ამ მომენტში, ხო? ეს ამ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის რა, უკვე პატარა ჩვილობიდანვე ყველაზე მეტად რაც არის ჩამოყალიბებული, ეს არის ჩვენი ქერქქვეშა სტრუქტურები, თავის ტვინი რო წარმოიდგინოთ, რაც ნაოჭებიანი ეს რაც ვიცით, ხო? ნაოჭებიანი ნაწილი, მაგრამ იმის მიღმა შიგნით არის კიდევ სტრუქტურები, რომელიც დაბადებიდანვე უკვე მზად არის, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებზე არის პასუხისმგებელი. ერთი და მეორე არის ბაზისური ემოციური წრედები, გამზადებული, როგორიც არის ძიების წრედი, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა ეგრევე იწყებს, არ ვიცი, ძუძუს მოძიებას, ხო? ანუ ის რაც არასდროს არ იცვლება. არის ბრაზის წრედი, რისხვის წრედი, ხო, არის თამაშის წრედი, არის ზრუნვის წრედი და ასე შემდეგ. რატო დავიწყე ამით? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიცოდეთ, რომ ფუნდამენტურად ჩვენი დიზაინი ისე არის, რომ ჩვენ უკვე პატარაობიდანვე მოწყობილები ვართ იმისთვის, რომ სხვასთან შევკავშირდეთ, სხვასთან ურთიერთობა შევძლოთ. როდესაც მე დისკომფორტში ვარ, ანუ პატარა ცუდად არის, ხო, რაღაცა ზედმეტი ენერგია არის, დისკომფორტს გრძნობს, ირთვება, არ ვიცი, ტირილის ქცევა, რისთვის, რომ მეორე ადამიანი, მზრუნველი ადამიანი ჩართოს, იმის ზრუნვის წრედი ჩაირთოს, ის ადამიანი მოვიდეს, მოეფეროს, ჩაეხუტოს, დამშვიდოს, ის რომ დამშვიდება, მერე ის მზრუნველი ადამიანის გრძნობს რაღაცა სიამოვნების, ბედნიერების განცდას. ანუ აქედან, ანუ ეს პროცესი იმდენად ცოცხალი პროცესია და აქ და ახლა არის, ხო? ეს არის ის, რაც პარალელურად აყალიბებს ბავშვის თვითშეგნებას, შემეცნებას, საკუთარი თავისთვის ყურადღების მიქცევას, გარემოს გამოკვლევას, ანუ ყველაფერ იმას, რაც თქვათ ზრდასრული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, ხო? რომ შევიმეცნო, რა ხდება გარეთ სამყაროში და შევიმეცნო, რა ხდება ჩემს შიგნით. და ამის განვითარება მეორე ადამიანის გარეშე, მზრუნველი ადამიანის გარეშე არ ხდება. აი ხა როგორც თქვი, მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იწყება, ეს მახსოვს კიდევაც სპოკს ქონდა ესეთი რამ, რომ ანუ რო დაიბადება ბავშვი, თქვენ უკვე დაგვიანებული გაქვთ მისი აღზრდა, ხო? აი გჯერა თუ არა იმისი, რომ ბავშვს თუნდაც თქვათ მეტყველებამ სანამ დაიწყებს, იქამდე უყალიბდება ეს არაცნობიერი მოგონებები, რომელიც გარკვეულ კვალს ტოვებს და მე შეიძლება ვთქვათ მომავალ ცხოვრებაზე ამან გავლენა იქონიოს.
კი, არის ეს კვლევებიც ჩატარებული, ხო? ანუ და თქვათ ბოლო ტრიმესტრში დედის საუბარი, ხო, ან მამის მღერა, როგორ დამახსოვრებული აქვს და როგორ ამშვიდებს მერე, როდესაც უკვე ბავშვი დაიბადება, ხო? ანუ მოგონებები თუ ესეთი ხსოვნის საცავი, ხო, უკვე მუშაობს და მე და იმდენად ასევე მისტიკურია, ხო? ანუ ხელშესახები არ არის ეს ყველაფერი, ამიტომ ადვილად რაღაცნაირად წარმოსადგენი ან დასაჯერებელი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს განვითარებაზე მუცლად ყოფნის პერიოდშივე და ზოგი ამბობს, რომ მანამდეც, ხო, უკვე როგორი წინასწარგანწყობა იყო მშობლების და ასე შემდეგ, გავლენას ახდენს, ანუ დედის სტრესის დონეც, ხო, ასევე გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, გავლენას ახდენს თავის ტვინი როგორ განვითარდება, ანუ ახალი კვლევებიც ამას იკვლევს, რომ თქვათ, როდესაც ბავშვი იბადება, ხო, თავის ტვინი არის რაღაც დაახლოებით 370 გრამი და სადღაც 3 თვის განმავლობაში მისი თავის ტვინი 1%-ით იზრდება, ანუ ძალიან უხვი და ესეთი არის დაბომბვა ხდება, ხო, იზრდება და ეს ზრდა რას ნიშნავს, რომ უჯრედები, რაც არის თავის ტვინში, ის უჯრედები მიგრირებენ, ანუ მიემგზავრებიან, რომ აქ ხო ჭირდება, ანუ სად იყვნენ, მრავლდებიან, ხო? ანუ იქსელებიან და ასე შემდეგ. ეს არის რაც არის ზრდა. და როდესაც არის სტრესული მდგომარეობა, ანუ ჭარბი სტრესი არის, ხო? ამ შემთხვევაში რაღაცები იცვლება და ამბობენ კიდეც, რომ შეიძლება რაღაცა ფსიქიკური, თქვათ, პრობლემები, აშლილობები გამოწვეული იყოს, ანუ ესე პირდაპირ შეიძლება, მაგრამ გამოწვეული იყოს იქიდან გამომდინარე, რომ მუსლადყოფნის პერიოდში ან მერე ვერ მოხერხდა იმ უჯრედების რაღაცნაირად დალაგება ან შეწყობა ერთმანეთთან, ხო? თუმცა ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავის ტვინი არის ნეიროპლასტიური მთელი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით რას ნიშნავს, ხო, რომ ისე იქსელება, ისე იცვლება, ისე ცოცხალი, როგორც არ ვიცი, რომ წარმოვიდგინოთ თავის ტვინის უჯრედები, რაღაცა დასახლება, ხო? დასახლება რო წარმოვიდგინოთ, სადაც ყველა მოსახლეს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ იპოვოს, არ ვიცი, შექმნას სამეზობლო და ჭირდება, ეს რა ქვია, ხო, რომ იყოს სამეზობლო რა, რომ რაღაცა გაუზიარო სიტყვა ასე შემდეგ, იგივე პროცესი ხდება აქ და ან ნეიროპლასტიურობაში იგულისხმება ის, რომ თავის ტვინი მუდმივად ცდილობს, რომ მოერგოს იმ გამოცდილებებს, რასაც პატარა იღებს, ან უფროსი იღებს და იმის შესაბამისად, საითაც მიდის ჩვენი ყურადღება, ხო, რა გამოცდილებებსაც ვიღებთ. უფრო მეტი ეს არის მოსმენის შესაძლებლობა არის, ვიღაცა სიმღერას მიმღერის და მე მელოდება, მე რას ვიზამ და მე გავუზიარებ რაღაცა ჩემს პატარა რეაქცია მექნება, ხო, გავიღიმებ წარბებს შევიჭმუხნი, მე ის ამაზე პასუხს გამცემს, ხო? ანუ ეს მონაცვლეობა, ეს გაცვლა-გამოცვლა, რაც უფრო ხშირად ხდება, რომ ვიღაცა გისმენს, გელოდება, შენი რეაქცია ინტერპრეტაციას აკეთებს, მე თავისას გაძლევს, ხო? აი ეს რაღაცა ცეკვის მსგავსი ურთიერთობა. ეს ნიშნავს, რომ დიდობის ასაკშიც, ანუ იქ მიდიოდა ენერგია, თავის ტვინის ქსელებმა ეს დაისწავლეს, რომ ეს არის ის, რასაც უთმობს ყურადღებას თვითონ ჩემი პატრონის მეორე ადამიანი, შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ეს ქსელები ძლიერდება, უფრო მკაფიო ხდება და მოზრდილობის ასაკში ამ ადამიანისთვის ბევრად მარტივია და ბუნებრივია, ესე რომ ვთქვათ, რომ მეორე ადამიანს მოусმინოს, როდესაც ის რაღაცას გაუზიარებს, ეს დაელოდოს, შეეცადოს, რომ გადახარშოს, ხო, რა იგულისხმა, გაუზიაროს, რომ ესე მე დაელოდოს მეორე ადამიანს, ანუ ის რაც არის თქვათ კომუნიკაცია, ის რაც არის საუბარი, ხო, ორ ადამიანს შორის, ამ ადამიანისთვის უფრო მარტივია. თუ ყურადღებას დავუთმობთ ან გამოსილებას მივიღებთ, სადაც
არ ვიცი რაღაც ახლის აღმოჩენა არის და ან არ ვიცი შემოქმედებით პროცესში არის, რა თქმა უნდა ეს ქსელები ძლიერდება, მაგრამ თუ რაღაცა სიტუაციურად განვითარების პროცესში რაღაცა მოხდა, რაც ცხოვრების ნაწილი არის, ხო? თქვათ სტრესული რამე, არ ვიცი, სამსახური დაკარგა ოჯახმა, ან ხო და უცბად შეიცვალა იქაური რიტმი, ხო? ან არ ვიცი ახალი სათამაშო მოუტანეს PlayStation-ი, ხო? შეიცვალა რიტმი და იქ მიდის მერე ენერგია და ყურადღება თავის ტვინამს რომ აღარ მჭირდება მე მოსმენის ის ქსელები, იმიტომ რომ ტყუილა არის. ხო, ის აღარ არის ფუნქციური, აღარ არის საჭირო. ტვინი ყოველთვის ცდილობს რომ ენერგიის კონსერვაცია მოახდინოს, ტყუილ უბრალოდ არ დახარჯოს ენერგია, ამიტომ გონივრულად მუშაობს რა, საითაც მიდის ენერგია, რაც ეხლა ამ ადამიანს სჭირდება, ის არის მნიშვნელოვანი, ამიტომ იქ უნდა წავიღოთ ენერგია და ის რაც აღარ გამოიყენება, იქ შეგვიძლია რომ გასხვა მოვახდინოთ, ხო? ანუ ის რაც არის დასუსტებულიაც მებაღეობაში ხდება, ხო? რომ გასხვლიან ტოტებს, იმიტომ რომ იქ აღარ წავიდეს წყალი, აღარ არის საჭირო, ეს დასუსტებულია, მოდი იქ, სადაც საჭირო რომ აყვავდეს, ხო? იქით გაუშვათ მთელი ენერგია და იგივე პროცესს გადის ჩვენი თავის ტვინით. პატარაობაშიც 5 წლამდე მთელი ეს პროცესი მიდის, რომ ყველაფერი შეიწოვოს ამ ადამიანმა და რაღაცა გამოიკვეთოს, საით მიდის, საით არ მიდის. შემდეგ ცოტა ხანი ყოვნდება, მოზარდობის ასაკში ისევ იცვლება, ისევ ტრანსფორმაციას ახდენს თავის ტვინი, იმიტომ რომ უკვე უნდა მოამზადოს მოზარდი ზრდასრულობისთვის, ხო? მაგრამ უკეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი თავის ტვინი არის ნეიროპლასტიური, სულ იცვლება. ყოველთვის შეგვიძლია რომ შევცვალოთ ახალი უჯრედები წარმოიქმნება, ხო? ეს რაღაცა ცოტა მითებიც რო არის რა, რომ აი თუ დაზიანდა უჯრედი, თქვათ ახალი ვერასდროს ვეღარ წარმოიქმნება, ხო? კონკრეტული რაღაცა ჩარევებით, არ ვიცი, კონკრეტული სპეციფიკური ვარჯიშებით, რომელიც ჩვენს ხელს ან თუნდაც სეირნობით, ხო? ოღონდ დისციპლინირებულად ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენს თავის ტვინში, განსაკუთრებულად ჰიპოკამპში, ახალი უჯრედები თავისით წარმოიქმნას, ხო? ანუ ესეც საოცრება, ანუ სულ ჩვენთვის მუშაობს. ნინო, აი ნახე, შეგვიძლია თუ არა ზეგავლენა მოვახდინოთ, აი შენი საუბრიდან გამომდინარე, ტვინი ნეიროპლასტიური არის, შეგვიძლია თუ არა მოვახდინოთ ზეგავლენა იმაზე თუ როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ თავს, იმ ფონზე, როდესაც არსებობენ, თქვათ, ძიძები, თქვათ, ბებია-ბაბუები, რა ვიცი, თქვათ, პარტნიორი, მამა, ან ნუ მოკლედ გარე ადამიანები, გარეშე ადამიანები, რომლებიც გარკვეულ რაღაცა ჩარჩოში აქცევენ ბავშვს, რა, თქვათ, შენ აი რაღაცა ან პირიქით შექება, რომ ამაზე ზეგავლენა თუ შეგვიძლია მოვახდინოთ დედას ამ შემთხვევაში, ან მშობლის პოზიციიდან საუბრობ, რამდენად არის ამისი შანსი, რომ თქვათ, ბავშვზე ეს რაღაცა თვით შეფასება, ან აუმაღლოთ, ან პირიქით შეუცვალოთ მოკლედ. ზოგადად ხო ჩვენ არ ვართ ესეთი ცალკე მყოფი არსებები, ხო? ეს რაღაცნაირად არასწორი და ცრუ შეხედულება არის რა, რომ ჩვენ ყოველთვის ვყალიბდებით რაღაცასთან მიმართებაში, რაღაცასთან ურთიერთობაში. შესაბამისად, ყველა ის მნიშვნელოვანი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც თქვათ დიდ დროს ატარებს ჩვენთან, ხო? ჩვენს ოჯახი იქნება, ეს სკოლა იქნება თუ სხვა რამ, გავლენას ახდენს ჩვენს ფიქრის პროცესზე. გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებს და იმიტომაც ძალიან საინტერესოა რომ ვიღაცასთან ესე ვიქცევი, ვიღაცასთან სხვანაირად ვიქცევი. ესეც ძალიან ადაპტური ქცევა არის და ძალიან ღირებული არის რა, ყველასთან ერთნაირად მოქცევა. მე მგონია რომ ინტიმურობასაც კარგავს და საინტერესო აღარ არის. ამავე დროს, რომელსაც ასევე შეიძლება ნეგატიური გავლენაც ჰქონდეს, ხო, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ თუ ერთი ადამიანი მაინც არის, რომლისგანაც შენ გრძნობ, რომ ის შენით არის დაინტერესებული, რომ ის შენზე ზრუნავს, რომ ის გიგებს შენ და არ ვიცი, არ განგშჩის, გეხმარება და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა ჩვენი გონებისთვის, ჩვენი თავის ტვინისთვის, რომ იპოვოს, არ ვიცი, გასასვლელები, არ ვიცი, ფანჯარა, რომ ჰეი, ანუ შემოსაზღვრული კი არ არის, რომ არსებობს სადღაც რაღაცა, არსებობს გზა, სადაც შემიძლია, რომ გავიდე ამ ჩარჩოებიდან, რა, ხო? ამიტომ შეიძლება ძალიან შორიდან მოვუარეთ
დედას ან იმ ადამიანს, რომელიც არის პირველადი, ესეთი ყველაზე მთავარი მზრუნველი, ხო? იმისთვის, რომ დედამ გავლენა მოახდინოს შვილის ცნობიერებაზე, შვილის რწმენებზე, შვილის შეხედულებებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მჭიდრო კავშირი, ემოციური კავშირი, სადაც ბავშვი უნდა უნდა გრძნობდეს, რომ დედასთან ყოფნა, ხო? განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდად გრძნობს თავს, არის უსაფრთხო. ანუ საშიში არ არის, დედა დამიცავს და რამდენჯერაც დედა ან მზრუნველი მოახერხებს, რომ როდესაც ბავშვის ორგანიზმი არის გადატვირთული, გადაჭიმული, ხო? ანუ რაღაცა სჭირდებოდა და მეორე ადამიანი ეხმარება ამ ბავშვს დარეგულირდეს, რომ აი ეს ქაოსი რაღაცნაირად შეანელოს და აგრძნობინოს, რომ ეხლა უსაფრთხოდ არ და მიეხმარები, ის პრობლემა რაშიც გაიჭედა, ამას გადავლახავთ, თავის ტვინი იმახსოვრებს ამას და წინასწარ განწყობა აქ იმის, რომ მეორე ადამიანი არის სანდო, ხო? ამიტომ და სად მივდივარ აქ, ხო, რომ თუ რაც არ უნდა იყოს გარედან, არ ვიცი, შეფასებები, წარმოდგენები, იმ ადამიანს, ვისთანაც ყველაზე გულწრფელი და მჭიდრო კავშირი აქვს, ხო? იმ ადამიანის სიტყვა ბევრად უფრო დიდ კვალს დატოვებს, დაეშვება მის გონებაშიც და გულშიც და ის იქნება რაღაცნაირად რესურსი მისთვის, რომ აი ამ რაღაცა ქაოსში, ხმაურში, სადაც უცბად, არ ვიცი, რაღაც გამოცდაზე გადის უკვე დიდობის ასაკში და უცბად შინაგანი ხმა, ხო, რომ ეჭვები იწყება, რომ რო არ გამომივიდეს, ან მე ხო ისედაც არ გამომდიოდა, არ ვიცი, 1000 რაღაცა, სადღაც გამოონათებს ის ხმას, რომელიც ეუბნება, რომ ნახე, ამდენი ვიშრომეთ, მოემზადე, გადი, შენი საუკეთესო დადე და ვნახოთ რა მოხდება, ხო? ის, თქვათ, ის განწყობა, ან ის დამოკიდებულება, რასაც პატარაობაში მისი დედა, თქვათ, უპირობო სიყვარული ალბათ, ხო? რაღაცა ფორმით ესეც მოქმედებს, ხო, რომ იცის, რომ თქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ გარემოში და მოცემულობაში არსებობს ერთი ადამიანი თუნდაც, რომელიც შენთვის არის მუდმივი და ყველაზე მყარი საყრდენი. ალბათ ესე არის. ნინო, მოდი გადავინაცვლოთ ახლა ცოტა შენ ასე ვთქვათ კომპეტენციაში ნეიროფსიქოლოგიური პერსპექტივიდან. როდის და როგორ სწავლობს ბავშვი უკეთესად, ასე ვთქვათ, ან უფრო მარტივად. იმიტომ რომ აი ხა აქ მინდა აუცილებლად აღვნიშნო შენი ზღაპრების ვიდეოების ჩანაწერები, რომლებიც და ვიცით, რომ ზღაპრები ზოგადად ამბები, ისტორიები, რასაც ბავშვობაში ისმენენ, ეს განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვზე. ხომ? ანუ მნიშვნელოვანი არის ის ამბები, რითითაც ვთქვათ, ის მე ხელმძღვანელობს, ან პარალელებს ავლებს, ან რა ვიცი მე, ხო? ანუ აი ამ თვალსაზრისით, როდის ან როგორ უკეთესი არის, რომ ბავშვმა დაისწავლოს და მიიღოს ინფორმაცია. რაც შეეხება ნეიროფსიქოლოგიურ პერსპექტივას, ხო, ჩვენთვის სწავლა, დასწავლის პროცესი, ხო, მოითხოვს თუ ამას გულისხმობთ, არის უფრო უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციებს, ხო, იმისთვის რომ მე რაღაცა ავითვისო, მე რაღაცა შევისწავლო, ამაში იღებს უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციები მონაწილეობას. მაგალითად, აღქმის პროცესი, მაგალითად, ყურადღება, ხო, რომელიც არის ბევრნაირი, მაგალითად, მუშა მეხსიერება. მე უნდა დავიმახსოვრო, მე ცოტა ხანი შევინახო, გადავამუშაო და ასე შემდეგ. მოტორიკა, ხო, როგორ შემიძლია რომ დავგეგმო უმაღლესი ფსიქიკურ ფუნქციები და ასე შემდეგ. თუმცა, ხო, იმისთვის რომ დასწავლაში გავაძლიეროთ ჩვენი შვილები, ხო? ესე გავიგე. მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი ფუნდამენტი არის რა, რომ ორ რაღაცას გამოვყავ, ერთი არის, რომ ჩვენს შვილებს უნდა მათ ნერვულ სისტემას უნდა მივცეთ შეტყობინებები, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ ჩვენი ნერვული სისტემა არის ამ პრიმიტიული ნიშნავს, რომ ის ვერ იაზრებს, ის არ ფიქრობს, არ მსჯელობს, რომ ეხლა რო დისკომფორტს გრძნობს ეს ადამიანი, უბრალოდ უსიამოვნო განცდა თუ საფრთხე ზიანი შეიძლება მოუტანოს, ანუ ლომი მოვარდეს და მოაჭამოს ხელი, ხო? ანუ პრიმიტიული ნიშნავს იმას, რომ ის უბრალოდ არეგისტრირებს, რაღაცა მონაცემები შემოდის, არეგისტრირებს, გადაამუშავებს და ახარისხებს. საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლისთვის, დამაზიანებელია ეს თუ არა თუ უსაფრთხო არის, ხო? ამიტომ
იმისთვის რომ ჩვენი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციებმა მუშაობა დაიწყონ, ხო, იმისთვის რომ ჩვენი შუბლის წინა ნაწილი, რომელიც პასუხისგებელი არის ყველაზე მეტად, თქვათ, ამ პროცესებზე, რომ მე შევიმეცნო, მე რეფლექსია მოვახდინოთ, შეცდომებიდან ვისწავლო, ხო? ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავის ტვინი არ იყოს, ჩვენი სტრეს რეაქციის სისტემა არ იყოს გადაძაბული, რომ ჩვენი ენერგიის გადანაწილება, რაც ყოველდღიურად ხო, ამისთვის ვართ, ენერგია იყოს ისე გადანაწილებული, რომ ენერგიაც მიდიოდეს, თქვათ, შუბლის წილში, იმ ნაწილში, რომელსაც სჭირდება კონცენტრაცია, რომელსაც სჭირდება ბევრი გლუკოზა და ენერგია არ წავიდეს იქ, რომ უბრალოდ კუნთები მოიჭიმოს, შიში ვიყოთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ პირველი არის, რომ ჩვენს შვილებს იმისთვის, რომ სწავლა შეძლონ, უნდა ჰქონდეთ საკმარისი ენერგია ამისთვის და ოდნავი მოჭიმულობაც, ხო? თუმცა ეს სკოლის, ალბათ ეხა სკოლაზე გადავედი, ხო? პატარაობაში უკვე სანამ სკოლაში შევა ადამიანი, ხო? თამაში არის იდეალური ვარიანტი. აი ზღაპრების წაკითხვაც, ხო, როგორ წაუკითხავ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის. მთელი შენი გამომეტყველებით, ხო, ემოციებით, იმიტომ რომ ეს არის ის ემოციური კომპონენტი, რომელიც თავისთვის ეუბნება, ვა, საინტერესოა და რადგან საინტერესოა, მოდი ყურადღება მიაქციე. და ყურადღებას რომ მიაქცევ უკვე, ხო, ისე რომ არ იფიქრო, რომ ვაიმე ახლა რამე ისეთი ხო არ იქნება ჩემთვის, ხო არ გამსჭიან ან გამკითხავ რაღაც რომ მკითხონ და რო ვერ უპასუხო სწორად, ხო? ანუ უბრალოდ იმდენად საინტერესო პროცესი, რომ თავის ტვინი ყველაფერს თავისით იწოვს. ანუ ერთი დასწავლის პროცესი რომ მოხდეს, ანუ ბავშვის უსაფრთხოების განცდა, მოკლედ დაცულობის განცდა უნდა იყოს ნომერ პირველი. ბავშვი უნდა გრძნობს, რომ იმ სიტუაციაში იგი დაცულია და ის რაღაცა გამოწვევები თუ პატარა, არ ვიცი, წინაღობები პირიქით საინტერესოა. ამ შემთხვევაში დასწავლის პროცესი ხდება, შემეცნება ხდება, ბავშვი ახალ კითხვებს უსვამს და ასე შემდეგ. მეორე რაც არის ასევე ძალიან საინტერესო ნეიროფსიქოლოგიური პერსპექტივით, იმის რომ დასწავლა მოხდეს და შეიმეცნოს ბავშვმა, ანუ ყურადღება მაგეთკენ წავიდეს, მოძრაობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ხო? ანუ ის ქსელები თავის ტვინში, რომელიც პასუხისმგებელი არის ჩვენი სხეულის კუნთების მოძრაობაზე, ხო? არის ფუნდამენტი, რაზეც შენდება მერე მთელი ეს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები, ჩვენი ენობრივი უნარებიც და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს, რომ როცა პატარები არიან ჩვენი შვილები და ციცქნები და უკვე დიდობაშიც, მაგრამ ჩვენი თავის ტვინი შექმნილი არის იმისთვის, რომ იმოძრაოს, ხო? ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენ შვილებს, რომ იმოძრაო. ხო, ანუ აი ის რომ თქვა სულ გახვეული როა პატარა ჩვილი მაგალითად, ხო? რაღაც მომენტში არის დამამშვიდებელი, რაღაც მომენტში არის რომ მისი სხეული გრძნობს, მისი კუნთები, მისი მყესები გრძნობენ, რომ აი სად ვარ, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ბალანსი დაცული, ხო? ანუ სულ სკამში ჩაჯენილი და რაღაც არ უნდა იყოს, რატო? იმიტომ რომ მივცეთ ბავშვს საშუალება, რომ არ ვიცი, დაეყრდნოს მიწას ბოლომდე, გაშლილი, ხო? ზურგზე იყოს დაწოლილი, გულაღმა, სადაც ის პატარა კუნთებს ამოძრაობს, იმიტომ რომ ჩვენი თავის ტვინისთვის არის ესეთი ნათხემი უკან გვაქვს, რომელიც 3 თვემდე ყველაზე ჯერთი ამ ნაწილში არის ყველაზე მეტი ნეირონული უჯრედები, ხო? მაგრამ 3 თვემდე ყველაზე მეტად ის მუშაობს და ის იქსელება. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენი შვილებს სჭირდებათ, რომ პატარა არ ვიცი, ძალიან მცირე ზომის პატარა მოძრაობები, რასაც აკეთებენ თვალების არ ვიცი, გამოძრავება, თავის, ტუჩების, ხელების, ფეხების, თითების, არის უმნიშვნელოვანესი თავის ტვინის განვითარებისთვის. ის რომ ასე ამგვარად ჩვენ თავის ტვინში ყალიბდება ესეთი სურათხატი, როგორი არის ეს ადამიანი ფიზიკურად. რომელი ნაწილი არის მისი სხეულის მნიშვნელოვანი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, ეხლა როგორ ვართ, უსაფრთხოდ ვართ, დაცულები ვართ და ასე შემდეგ. აი ამგვარად შეხებით და მოძრაობით ყალიბდება ჩვენს თავის ტვინში ესეთი პატარა ადამიანი ქვია, ხო, ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც ცოტათი დამახინჯებული ადამიანის სურათი არის, რომელიც აი ესე
გაბმულად არის ჩვენს ქერქის ერთ ზოლში და ის ხატი თუ შედგება, ხო, რომ ოკეი, ხელები აქ არის, ტუჩებს ვიყენებთ, ზურგი, ხო, ანუ მყარა თუ არ ასე შემდეგ, თავის ტვინი გრძნობს და ნერვული სისტემა, რომ ჩვენ დაცულები ვართ, უსაფრთხოდ ვართ, ანუ ყველაფერი თქვათ დარეგისტრირებულია, ვიცით, ეხლა ეს ყველაფერი ერთად უნდა ვამუშაოთ. თუმცა არის მომენტები, როცა დარღვეულია ეს ხატი, მაგალითად თავის ტვინი ბიოლოგიური სიტუაციებიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ინფორმაცია არ მიდის. თქვათ ვიღაცამ ხელი ამოძრავა, ხო? შეიძლება ან სახეს უყურებს ადამიანის სახეს და ტუჩებს ეხება, ან რაღაცას მიიღებს, არ რეგისტრირდება თავის ტვინში ეს ყველაფერი. ამიტომ მე ბავშვი ითხოვს უფრო მეტს, მაგალითად, ხო, უფრო მეტი უნდა რომ მოწოვოს, მაგალითად, ხო, ანუ სენსორულ მახასიათებლებზე გადავედი, ახლა მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმისთვის, რომ თავის ტვინმა ყურადღება წაიღოს გლუკოზა, არ ვიცი, ჟანგბადი წაიღოს შუბლის წილში, რომელიც არის შემეცნების თავარი, ასე ვთქვათ, სახლი, ხო? ამისათვის ნერვული სისტემა თავისი შეგრძნებების სისტემით და ეს უნდა იყოს მყარად, უნდა იცოდეს, სად არის ჩემი სხეული. ანუ უსაფრთხოდ ვდგავარ, ორ ფეხზე მყარად ვდგავარ, ხო? ან უსაფრთხოდ ვუჭერი ვარ ჩემს მშობლებს, კისერი გადავარდნილი მაქვს, ხო? აი კუნთებიდან წამოსული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ეხლა არის საინტერესო, შეიძლება ძალიან სხვაგან გადაუხვე, მაგრამ უბრალოდ სწავლის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გავიაზროთ, რომ რესურსი არის საჭირო, რა კონცენტრაცია, რაღაცის შემეცნება, ოღონდ სწავლა რაც ქვია, ხო, რაღაცა ენის სწავლა თუ არაბუნებრივ გარემოში, არამედ აი თქვათ საგანმანათლებლო სივრცეში, ხო? იმისთვის რომ რაღაცა მათემატიკური, აბსტრაქტული რაღაცა ცნებები გავიაზრო, მე მჭირდება საკმარისი ენერგია ამისთვის, ხო? მაგრამ როდესაც ჩემი თავის ტვინი დაკავებულია იმით, რომ მოიცა რა დროს სწავლა არის, ხო? ანუ ჯერ ვერ ხვდება ადამიანი, მისი პატრონი მყარად დგას ფეხზე თუ არა, რატო? იმიტომ რომ აი ამ ქერქქვეშა სტრუქტურებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი იყოს ცოცხალი, უსაფრთხოდ გადარჩეს, ხო, როგორც ვთქვით, რომ მუდმივად 24 საათი ჩართული არის და ასკანერებს ყველა მონაცემს, რომ საფრთხე ხო არ არის, სადმე რაღაცა ბალანსი ხო არ არის დარღვეული შიგნით და ბალანსი ხო არ არის დარღვეული გარეთ, სადმე საფრთხე ხო არ არის. და როდესაც თავის ტვინისთვის უპირატესი არის ჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესები, ხო, რაღაც გულისცემა, საჭმის მონელება, გრავიტაციასთან შეწინააღმდეგება, ხო? ანუ თავიდან ზუსტად ესე არის, რომ ბოლომდე თქვათ უჭირს, თქვათ კისრის დაჭერა და ასე შემდეგ. ხო, ამას ძალიან დიდი ენერგია ჭირდება, რომ ბავშვი გაუმკლავდეს გრავიტაციის ძალას. და სასკოლო ასაკში უკვე, ხო? ბავშვის სხეული, ნერვული სისტემა არეგისტრირებს თუ არა, სად არის მისი კუნთები, თავი სად აქვს, ხელები სად აქვს, როგორ ზის, ხო? მისთვის, ანუ არეგისტრირებს ტვინი, რომ ეხლა ეს აქ კომფორტულად ზის, სახიფათო არაფერი არ დავარდება, მაგალითად ამ პირიქით. მაშინ თუ ყველაფერი თუ ეს არეგისტრირებს და მშვიდად არის, ოკეი, მაშინ შემიძლია რომ მე ყურადღება მივაქციო ეხლა იმ ტექსტს, რომელიც მაგალითად მასწავლებელმა გამიზიარა. სხვა შემთხვევაში თავის მოხდება ისევ ბავშვი შეეცდება ძალიან ბევრს, რომ წაიკითხოს და ვთქვათ დაიმახსოვროს და გაანალიზოს, მაგრამ ეს არის უკვე ძალიან იმასთან შედარებით, რაც მისი პოტენციალი არის, იქნება ძალიან მცირე, იმიტომ რომ თავის ტვინი და მთელი გონება ცდილობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ ეს ადამიანი დაიცვას, რომ ვაიმე არ დავარდეს, ვაიმე თავისა და აქ რაღაცა თავბრუხ, ხო, ანუ ამაში მიდის მთელი ენერგია და ეს ბავშვი კიდე ძალას ატანს, რომ გარდა ამისა ყურადღება მიაქციოს, თქვათ, ასოებს ან ციფრებს და იქიდან მე აზრი გამოიტანოს. აი მთელი აი ამ საუბრიდან გამომდინარე მაშინ როდესაც ბავშვი ცდილობს პირველ რიგში ეს უსაფრთხო გარემოში იგრძნოს თავი, დღევანდელი ბავშვები არიან
კიდევ უფრო მეტად დატვირთული ვიდრე ვთქვათ წინათაობა ან თუნდაც ჩვენი, ხო? აი ამ შემთხვევაში მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ ბავშვი ძალიან გადატვირთულია, რომ აი ეს ვთქვათ კოგნიტური გადატვირთვა მოხდა და ბავშვი უკვე აი საშველია ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ბავშვი შეიძლება ვერც მიხვდეს ახლა როგორც შენი საუბრიდან გამომდინარე, აი სუსაფრთხო გარემო კი არის, მაგრამ ეს უსაფრთხოა, ანუ უკვე ალბათ ემოციებზე გადადის ეს. აი სად არის ეს ზღვარი? აი როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი გადაიტვირთა? პირველ რიგში ანუ უნდა მიაქცევთ ყურადღებას სხეულს, ხო? და ქცევებს, ფიქრებს, ემოციებს, ანუ ის რაც ადამიანის გამოხატულება არის, ხო? ფიზიკურად შეიძლება ყურადღება მიაქციო და შეამჩნიო, რომ უფრო მეტად, არ ვიცი, იქნეთ სტუჩებს, ან მოჭიმულია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ სხეულებრივი ცნობიერება გქონდეს და ჩვენ მივაქციოთ ყურადღება და დავიჭიროთ, რომ ყველივე მოჭიმულია, ხო? არ ვიცი, სკოლიდან გამოვედით და ზის მანქანაში და არ ვიცი, ის რა ქვია, თვალები ადვილად ეხუჭება, ხო? ეძინება მაგალითად. ან პირიქით ძალიან მოჭიმული არის და უბზინავს ეს თვალები და ცოტა შუშის თვალები აქვს, ხო? ხმის ტემბრი როგორი აქვს, ხო? ანუ თუ ციკვინა ხმა არის უფრო ან მონოტონური ხდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი გადატვირთულია უკვე, ხო? ეს ერთჯერადი შეიძლება იყოს ბავშვის რეაქცია, თუ თქვათ რაღაცა სტაბილური გამოხატულება უნდა ქონდეს ამას, რომ ბავშვისთვის ეს ყოველთვის რაღაცას მიანიშნებს. შეიძლება ის იყოს. ეხლა ერთჯერადად პირიქით, მე შეიძლება ადამიანები შეშინდნენ, რომ ვაიმე, ეხლა ჩემო შვილმა კბილებს მოუჭირა და რამე ხო არ არის და არა, უბრალოდ ეს არის ჩვენი სხეულის ავტომატური რეაქციები. მე მგონი ეს იქნება საინტერესო. ანუ ეს არის ჩვენი სხეულის ავტომატური რეაქცია. როგორც კი ჩვენი თავის ტვინის არაცნობიერი ნაწილი აღიქოს საფრთხეს, ხო? და საფრთხე რას ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონე დაიწია. ხო, ეს საფრთხე არის მისთვის. თავის ტვინი რთავს განგაშის ზარს. განგაშის ზარი რო ირთვება, მთელი პროცესები იცვლება. რას ნიშნავს, რომ ვაიმე საფრთხეშია ეს ადამიანი, ენერგია გვაკლდება და ეხლა რაღაცა მოვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ჩვენით ვეღარ ვარეგულირებთ, რომ ამ ადამიანმა ან რაღაცა იგრძნოს, ან რაღაცა იმპულსი გაუჩინოთ, ან რაღაცა გააკეთოს, რომ ეს ჩვენი მდგომარეობა შეიცვალოს, რომ ჩვენ ენერგია დავიბრუნოთ. პრიმიტიულია, ისევ და ისევ ვფიქრობ, ბავშვი განზრახ არ აკეთებს ამას. და თავის ტვინში და გონებაში ბავშვს პირველი რაც მოსდის, მაგალითად არის, რომ ეს მიყიდე. ხო, არაფერი რა ვიცი, გამოვიდა სკოლიდან ან ბაღიდან და პირველი არის, რომ ეს მიყიდე რაღაცა. ხო, დადებითი ემოცია ჭირდება, ხო? ან პირიქით, ან თქვათ იგივე, თქვათ კბილი მიყიდე, ან ტვინმა მისცა სიგნალი? ტვინმა მისცა სიგნალი, რომ ჩვენ ენერგია ცოტა გვაქვს. და ეხა რაღაცა უნდა გააკეთო შენ, რომ სწრაფად მიიღო ენერგია, იმიტომ რომ შენ თუ ენერგია ცოტა გაქვს, ალბათობა იმის, რომ შენ, არ ვიცი, დაიღუპო, არის ბევრად უფრო დიდი, ხო? ცოტა ენერგია აქვს და გჭირდება ენერგია, რომ შენ იყო ძლიერი. ანუ ჩვენი თავის ტვინი, ჩვენი არაცნობიერი გონება გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გადავრჩეთ, გავაგრძელოთ ცხოვრება. თუმცა, როგორ ვითხოვთ და რას ვითხოვთ, ან არის ხელის შემშლელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ზრდისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, ან არის დის ხელშემწყობი. და ხშირ შემთხვევაში, როცა ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი შვილების გონება, ორგანიზმი არის გადატვირთულ, გადაძაბული, ხო? პირველი ავტომატურად ფიქრები მოდის ისეთი, რომელიც არ არის რაციონალური, რომელიც იმ მომენტში შეიძლება სწრაფად დაგიკმაყოფილოს, უცბად ენერგია მოგცეს, მაგალითად, მინდა შოკოლადი, მინდა შეხვედით ის შოკოლადი არ არის, გამწარდა, გაგიჟდა, ხო, ნერვები მოეშალა, მაშინ და უცბად აბსოლუტურად სხვა რაღაცა სურვილს გამოხატავს, რომ მაშინ მიყიდეთ ის ლეგოს სათამაშო, ხო, თითქოს გონია ჩაანაცვლა, მაგრამ ეს რა არის, რომ ძიება, მისი თავის ტვინამის, რომ სისხლში ცოტა შაქარი გვაქვს, მოძებნე რამე, რაც სწრაფად მოგცემს შენ ენერგიას და დამახსოვრებული აქვს თავის ტვინს, რომ არ ვიცი, შაქრიანი, ცხიმიანი, ხო, ეს ხრაშუნა, მარილიანი რაღაცეები სწრაფად გაძლევს ენერგიას, ხო, დიდობაში, ხა უკვე სასმელი და ასე შემდეგ. ენერგიას გაძლევს, რას ნიშნავს, რომ როგორც კი მიიღებ ამ, არ ვიცი, ენერგეტიკული სასმელი იქნება თუ რაღაცა ტკბილს ან ცომელს, ხო, სწრაფი ნახშირწყლები რაც არის. თავის ტვინში ეგრევე ძალიან მალე მიდის სიგნალი, რომ ვაი, მოიმატა შაქრის დონე სისხლში, შესაბამისად თავის ტვინის განგაშის ზარი ითიშება. ამიტომ იმ რაღაცა დაახლოებით 15 წუთი ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვი არის კარგ ხასიათზე.
Yes, ანუ რაღაცა სიტყვი კი გამოყვება ამ ფიქრებში, არ ვიცი, ან გაიცინებს თვალები უფრო გამოიხედავს, ხო? მაგრამ ნახევარი 1 საათის შემდეგ თავის ტვინში, ისე რომ ჩვენ ამას ვერ ხვდებით, ირთვება ახალი განგაშის სარი. პიპ. ჩვენ სისხლში ბევრად უფრო მეტი შაქარია, ვიდრე საჭირო იყო, ხო? იმიტომ რომ უნდა დაიწყოს. მან უნდა დაიხარჯოს. სუსტ უნდა გამოიტანოს. ამიტომ ახალი ის იწყება სამუშაო პროცესი, ისე რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ და თავის ტვინი ხარჯავს ენერგიას იმისთვის, რომ ეს დამატებითი შაქარი, რაც ესე უცბად გაჩნდა სისხლში და რაც მავნებელი არის, ის უნდა გაიტანოს, ის უნდა გამოიტანოს მთელი სხეულიდან, ხო? ანუ ჩვენი ორგანიზმი გაუცნობიერებლად ხარჯავს ენერგიას. მივედით სახლში და უცბად ეს ბავშვი ხდება წუწუნა, ზუზუნა, არაფერი აღარ უნდა. რო ეუბნები, რომ აი რა გინდა ხო გიყიდე რაღაცა კამფეტი და რატო ხარ ესე და არ მინდა, იმიტომ რომ მე ის მინდა და შენი და უცბად იწყება საერთოდ ახალი საუბარი, მე უფროს ნერვები ეშლება, რომ ბავშვის თითქოს სურვილებს ვერ აკმაყოფილებს, ან არის, არ ვიცი, უმადური, ან ძალით აკეთებს ამ ყველაფერს და გადადის მშობელი განსჯის და რაღაცა შეფასებების პროცესში. ხა რისი თქმა მინდა აქედან მე რომ ჩვენი გონება და გონების არაცნობიერი ნაწილი მუდმივად პატარ-პატარა სხეულებრივი მიმანიშნებლებით, როგორც თქვით, ხო? ჩვენი ემოციებით, რაც უფრო ნეგატიური არის ემოცია, ხო? ზუზუნი, წუწუნი, აი სხეულებრივი თქვი, ხმის შეცვლა, თვალების რაღაცნაირი პირიქით აი მოდუნება, ხო? მხრებში მოხლა საერთოდ რო არ დგება, ეს არის სიგნალი, რომელიც ეუბნება გვატყობინებს ჩვენ უფროსებს, რომლებსაც კარგად გვაქვს განვითარებული შუბლისწილი და ჯერ ბავშვებს არ აქვთ განვითარებული ბოლომდე, რომ ჰეი, ამ ადამიანს ჩვენ გვჭირდება დაძაბულობის მოხსნა. იმიტომ რომ რაც უფრო როგორც თქვენ თქვით, რაც უფრო გადაძაბულია, ხო? ვიცით რომ უფრო გადაძაბულები არიან, რაც უფრო გადაძაბულია, რას ნიშნავს, რომ დაძაბულია კუნთი, ხო? კუნთის ყოველი დაჭიმვას სჭირდება ბევრი ენერგია. ანუ რესურსი, ენერგია, იმიტომ თავის ტვინი ვერ ხვდება შენ რატო ხარ გადაძაბული, იმიტომ რომ უბრალოდ არ გამოირთო განგაშის ზარი და სკოლაში რო რაღაცაზე დავალება ქონდა შესასრულებელი, ხო? დაამთავრდა ის დავალება, მაგრამ მე ამ ბავშვმა დაიწყო ფიქრი, რომ ვაიმე ხა მამას რო არ მოეწონოს და რაც უდად გავაკეთე და რა სირცხვილა და ასე შემდეგ, კუნთი არ ჩერდება, არ დუნდება ისევ. და ენერგიას ხარჯავს. ის ენერგია მე საკმარის აღარ არის იმისთვის, რომ მე დავიწყო და ვიმეცადინო და სიამოვნება მივიღო. ან არის მუღამი დაუჭირო ამ ესადინებას, რომ ვა, რაღაცა ახალი გავიგე. ამიტომ ჩვენი სხეული ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლებმა, რომ ყურადღება მიაქციონ. ერთი რას გონება სხეული? ფიზიკა, მხრები, ხელები, ხო, კუნთები, არის როგორ ზის, ტელეფონშია, კისერიესი აქვს, ხო, რომ მივაქცევინოთ ყურადღება ჩვენ შვილს, ხო, ვაუ, ნახე, ეხა როგორ ზიხარ, რომ კისერი აქეთ გაკ, რომ ტყუილ უბრალოდ არ დავახარჯინოთ ჩვენს ორგანიზმს ენერგია, რომ ეს ენერგია გამოიყენოს იმისთვის, რაც არის ღირებული ადამიანური ცხოვრებისთვის, არ ვიცი, შემეცნებისთვის, იუმორისთვის, შემოქმედებითობისთვის, ურთიერთგათვალისწინებისთვის და ასე შემდეგ. ამისთვის აღარ რჩება საკმარისი ენერგია ჩვენს თავისთვის, როცა გადაძაბულები ვართ. ამიტომ კი შეიძლება გაკვეთილებზე იაროს რაღაცა თავის ძალა დაატანოს, გააკეთოს, მაგრამ მე რო სთხოვრო თავის დას გაუყოს რაღაცა შოკოლადი, უცებ ამას რომ არ მაინტერესებს, არაფერს არ გაუყოს. ეს არის რაღაცა სტრესის სუსტად. ეს არის კომუნიკაცია, რომელიც უბრალოდ ეს გვეუბნება, რომ შენი შვილი რაღაცა უმადურიან ბოროტი ძმა კი არ გახდა, ხო? ანუ რაღაცა ხوار მეშლება და ადამიანობას კარგავს. ეს არის უბრალოდ ჩვენი სხეულის კომუნიკაცია, რომელიც გვეუბნება, რომ უბრალოდ გადატვირთულ, გადაჭიმულები ვართ და დაგვეხმარეთ, რომ გადაძაბულობა მოვიშოროთ, რომ ის ენერგია განთავისუფდეს და წავიდეს იმ სისტემებში, რომელიც მნიშვნელოვანი არის ხანგრძლივი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. საჭმლის-მომნელებელი სისტემა, იმუნური სისტემა, უჯრედული შეკეთება, ტოქსინების გამოტანა, ანუ როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე აი ამ უმაღლესი ვთქვათ ფსიქიკური ფუნქციები დასწავლისთვის, ურთიერთობისთვის და ასე შემდეგ.
რამდენად ბევრი რამე აქვს მშობელს გასათვალისწინებელი და როგორი მარტივია პრინციპში, თუ კი იცი, რომელ ასე ვთქვათ სიგნალზე როგორი რეაგირება გამოხატო. ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული sleep training-ი, ანუ ბავშვის დაძინებისა ეს გავარჯიშება, მარტო დაძინების გავარჯიშება და ბევრ ქვეყანაში ამისთვის ვთქვათ ადამიანებსაც პიროვნებებს ვთქვათ ქირაობენ, რომელიც ვთქვათ ბავშვთან ერთად დაიძინებს და რამდენად მართებული არის და სწორი არის ეს მიდგომა მაშინ, როდესაც საუბარი არის ვთქვათ 4-6 თვის ბავშვზე. რამდენად მიღებული არის და ხის თუ არა საერთოდ ზოგადად აი ესეთი ფორმით გავწვრთნათ ჩვენი შვილები. ხო, აი მინდა რომ ძალიან ფრთხილი ვიყო რა, იმიტომ რომ ჯერთი ყველა ოჯახს და ყველა კულტურას თავისი წესჩვეულებები აქვს, რომელიც ლამაზია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და ასე შემდეგ, ხო? ვიღაცების კულტურაში და მაგალითად ჩვენში და უფრო ესეთი სამხრეთულმაში არის, რომ ერთად ვწევართ. მაგალითად, ხო, უფროსები და შვილები და ეს პრობლემა არ არის, უფრო თქვათ ისეთ დასავლური ამერიკული სისტემაში შემოვიდა და ეხლა უკვე იცვლება, რომ ადრე იყო, რომ პირიქით ცალკე უნდა დააწვინოს და დამოუკიდებლობა ისწავლოს და ასე შემდეგ და ეხლა იცვლება ეს რიტორიკაც, ეს ნარატივიც და ამბობენ, რომ ბავშვის საჭიროებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მგონია, რომ აქაც ყველაზე ალბათ ჩემგან რჩევა არის, რომ ბავშვის ერთი პირველი, რომ შენ უნდა იყო თავდაჯერებული და შენ უნდა გრძნობდე, რომ ეს შენ მოგეხმარება, იმიტომ არ აკეთებ, რომ ეს კარგი იქნება ბავშვისთვის, როდესაც მით უმეტეს ვსაუბრობთ, არ ვიცი, 9 თვემდე ჩვილზე, რომლის ნერვული სისტემა ყალიბდება და ზუსტად ეხა სწავლობს რა ამ ენერგიის გადანაწილებას და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია, რომ მშობელი უნდა იყოს დარწმუნებული ერთი, რომ ამას აკეთებს ბავშვის და არ ვიცი საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის, ხო, იმიტომ რომ შეიძლება მშობლისთვის არის ძალიან რთული და გაუსაზრისი და მშობლის კარგად ყოფნა ნომერ პირველი არის, ზუსტად იმიტომ რომ მე ბავშვზე კარგად იზრუნოს, თუმცა მაინც გასათვალისწინებელი არის ეს, მგონია რომ ეს ძილის გამოწვრთნა ძილში შეიძლება შეიცვალო, მე ხა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძველი მიდგომა რაც იყო არის ის, რომ არაუშავს, იტიროს, ხო, დატოვე, რომ ნელ-ნელა შეეჩვიოს. და მან მინდა რომ უბრალოდ გითხრათ რა ხდება სხეულში, სტრეს რეაქციის სისტემა როგორ მუშაობს. იმიტომ რომ შეიძლება ტირილი საშიში არ არის. ხო, ეს არის უბრალოდ კომუნიკაცია და დარჩენა ამ რაღაცა უსიამოვნო განცდას, რასაც ხშირად გაურბევართ ხოლმე ადამიანები, ხო? ანუ არ შეგვეშინდეს ტირილის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ წავიკითხოთ როგორი ტირილი არის, არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში როდესაც ბავშვი, არ ვიცი, გადაფიჩინდება, ხო? და მაინც არავინ არ მოდის მშველელი მზრუნველი, რომელიც ბავშვს ცუდ და კარგზე კი არ არის, სუფთად ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ დონეზე, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ხავის, ამას ძალიან დიდი ენერგია ჭირდება, რა, ხო? ყველა კუნთის დაჭიმვა, ცრემლები, მოდის ენერგია იწვის. ამიტომ თავის ტვინის არაცნობერი ნაწილი აკეთებს წინასწარმეტყველებას, რომ ვოუ, არავინ არ მოდის დასახმარებლად. მარტო ხარ. მარტო ვარ და ეხლა რაღაცა უნდა ვქნა, რომ კონსერვაცია მოვახდინო, საერთოდ არ გამოვიფიტოთ. და ნელ-ნელა ბავშვის გულისცემა ნელდება და ბავშვმა შეიძლება ჩაიძინოს, მაგრამ ეს არ არის ის ძილი, რომელიც მოეხმარება მას აღდგენაში და გაზრდაში. ბავშვმა ჩაიძინა, იმიტომ რომ თავის ტვინმა გათიშა. ეს არის უკვე ძალიან ბევრი ჭარბი, ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ და ეხლა მოდი უფრო პრიმიტიულ თავდაცვაზე გადავიდეთ, სადაც უფრო ანუ ესე ვთქვათ, გაშეშება, გაყინვაც შეიძლება ჩათვალო, რომ ეხლა ჯობია დავიძინოთ, რომ გადავრჩეთ. ხო? ანუ სტრეს რეაქციის სისტემა არის ერთადერთი სისტემა, მე მგონი მთელს ჩვენს ორგანიზმში, რომლის ზღურბლით, რომლის დიაპაზონით იცვლება. მაგალითად, ჩვენს წნევა, ხო, ვიცით, რომ სტანდარტი არის აქედან აქამდე. არ ვიცი, ტემპერატურა, ხო, 36-37 გრადუსამდე არის ნორმა. სისხლის შაქრის ეს დონე ამას აქ სტრეს რეაქციის სისტემას ნორმა არ აქვს.
სტრეს რეაქციის სისტემა რა არის, რომ თუ ხედავს, რომ რაღაცა საფრთხეა, ანუ ენერგია იწვის და დისბალანსში გადადის, სტრეს რეაქციის სისტემას რომ ოკეი, აქ ბევრად უფრო მეტი რესურსი მჭირდება, ანუ უფრო უნდა გავძლიერდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა ბავშვი როცა იზრდება პატარა თუ მოკლედ არავინ არ იყო ვინც ეხმარებოდა მას სტრესის დარეგულირებაში, ხო, რომ თქვათ ჩაირთო, თავისთვის გონია რომ საფრთხეშია, მართლა ცივა, არ ვიცი, მუცელი უბუყბუყებს, შია, კისერი კარგად ვერ უდევს, ამ პირიქით რაღაცას ვერ გრძნობს, ხო, ყველა ჯერზე ერთობა განგაშის არის. ვიღაცა უნდა მოვიდეს და მომეხმაროს დარეგულირებაში. აი შეიძლება ამ შემთხვევაში ზოგიერთმა მშობელმა ვთქვათ ახლა რომ ეს ინფორმაცია მოისმინოს, შეიძლება ვთქვათ ახლა იგივე სპარტანელების გაზრდის მეთოდი იყო რომ რაც უფრო მეტად ვთქვათ ეს ასკეტურად გაზრდი ბავშვს და რაც უფრო ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში დღევანდელი გადასახედიდან რაც უფრო მეტ სტრესში გაატარებ, ის უფრო მეტად დამოუკიდებელი იქნება, უფრო მეტად სტრესამდანი იქნება და ვთქვათ პირიქით მეორე მხარე რომ ბავშვი ყოველატირებაზე აიყვანო ხელში, ვთქვათ მოეფერო და ის ეცოდინება რომ სულ ყოველთვის იქნება ვიღაც რომელიც მოვა დაგაწყნარებს და დაგამშვიდებს. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა, ანუ რამდენი დოზით უნდა მისცეს ვთქვათ ეს ზრუნვა და როდის მოდის ეტაპი, როდესაც უნდა მიხვდეს მშობელი რომ იცი რა არის, მოდი აი აქ უკვე ის დამოუკიდებლად მარტომ უნდა გაუმკლავდეს აი ამ სტრესი, იმიტომ რომ პრინციპში ყველაფერი სტრესია, წაქცევაც სტრესი არის, ვთქვათ რაღაცა ლიმონის გასინჯვაც რაღაცა გარკვეული ხო სტრესია, ხო, იმიტომ რომ ახალია რაღაცნაირი, ხო, ამ შემთხვევაში სად არის აი სწორედ ის ზღვარი, რომელიც მშობელს მისცემს აი წითელ სიგნალს აუნთებს. ეს ცხოვრებაც, ხო, ანუ ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა არ მგონია, რომ რადიკალური რაღაცა უკიდურესი მხარე იყოს დამხმარე ჩვენს ცხოვრებაში. აი დიდობაშიც რა, რომ გაიაზრებ, სადღაც უკიდურეს მხარეს თუ გადახო, რაღაც მომენტში თავისით შემოდის ეს ფიქრება, ან ვიღაცა ყურადღებას მიაქცევს, რომ ნახე რაღაცა ცოტა გაიჭედე. ანუ თავი არის რომ არ გავიჭედოთ. ძალიან საინტერესოა ესეც, ძალიან საინტერესოა მეორე მხარეც, ხო? ზუსტად ეგ არის, რომ შეიძლება შენ ოჯახში ზრდი ესე, რომ იცი რა არის დამოუკიდებლად, დილით ასწორებ ლოგინს, ყველა ვასწორებ ჩვენ ამ ლოგინს და ესეთი წესი გვაქვს რა შეთანხმება, რომ ჩვენ ზრუნავთ ჩვენს ნივთებზე. გვინდა რომ ესთეტიკური იყოს, ხო? ანუ ამას ვაკეთებ. მაგრამ ბებოსთან მიდის და ბებო ყველაფერს ულაგებს, ყველაფერს და კი შეიძლება ჩვენ მოგვეჩვენოს რომ ხო იცი რასაც ვდებ და ეხა ხელი მეშლება, მაგრამ ძალიან ლამაზი არის ესეც რომ არსებობს ვიღაც ადამიანი და არსებობს სიტუაცია სადაც შეიძლება რომ ბოლომდე მოეშვას, ხო ბოლომდე ამას მე რაღაცნაირად სხვანაირად აფასებ და სხვანაირად უყურებ რა. ამიტომ არც ერთის არ უნდა შეგვიშვათ, ერთადერთი ალბათ თავარი არის რომ წონასწორობა დავიზ, არ გავიჭედოთ, რომ სულ ესე, იმიტომ რომ ხელი შეგვეშლება, რომ სულ თუ ელოლიავები და ეფოფინები რაღაც მომენტში ხვდები, რომ შენ თვითონ შიგნიდანაც გრძნობ და ხვდები, რომ ეს ბავშვი უკვე სუკაბაზე ყავს ჩამოკიდებული, სულ შენთან და შენ რომ მარტო ყოფნა გინდა ვეღარ ახერხებ, ისევ ამბობ. ან მეორე, ხო, თუ სპარტანულად ზრდი და პირიქით ესე ვქნათ და ისე ვქნათ, რაღაც მომენტში მე ხვდები, რომ რაღაცა რო სთხოვე, ან რაღაც რო გაუზიარე, რომ იცი რა არის, იმას გული ეტკინა. ემოციურად საერთოდ არ იყო და მხარი არ დაგიჭირა, ან ვერ გითანაგრძნო რა და რაღაც ხვდები, რომ რა ხდება. ასევე ხო ამასაც იაზრებ, რომ შენ თვითონ გეშლება მე ხელი, როცა რაღაცა უკიდურესობაში ხარ გაჭედილი. თორე ძალიან საინტერესოა უკიდურესობების და ძალიან ლამაზი არის უკიდურესობების ისე ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება ამას, რომ შენ შვილს ცივ წყალში ის რა ქვია ჩაუშვეთ თავისით და მე ამოვიდეს, არ ვიცი და ყოველდღე ცივ წყალში უნდა იბანაოს, ხო? მაგარი გამბედავი უნდა იყო როგორც მშობელი. და აქეთ რამხელა გრძნობები გაქვს და სულ გინდა რომ იზრუნო. უბრალოდ ჩვენი მიზანი რა არის, რომ ჩვენ ამოვიდეთ ბავშვის საჭიროებებიდან, ანუ რა არის სწორი და არასწორი კი არა. რა სჭირდება, როგორ არის ჩემი შვილი ეხლა, სად აქვს ძლიერი მხარეები და სად არის არც ისეთი განვითარებული მხარე და ხوارჯობია რომ ამას საკში როცა პაწუკა არის და რომ ტვინი რო ყველაზე მაგრა იწოს რაღაცებს და ითვისებს, გავაძლიერო ის მხარეც, რომელიც ოდნავ თქვათ ისე რქვია მისთვის რაღაცა შიშს იწვევს, ან ასე შემდეგ. როგორ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ეს გავაკეთოთ მოფრთხილებით.
ხო? ანუ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ დიახაც მე ესე მასწავლის ცურვა, რომ ჩამაგდეს, ვითომ მეუბნებოდა, რომ რაღაცა ჩამაგდეს და აჰა, არ ვიცი ცურვა, მაგრამ თუმცა ამ დროს არის, თქვათ, შემხოდლი ადამიანები, რომლებიც ესე ჩააგდეს და ცხოვრებაში მერე წყალში ფეხი აღარ ჩაუყურე, ხო? ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია. მე როგორი ურთიერთობა მაქვს მეორე ადამიანთან, ვისთან ერთადაც საცურავად მივდივარ და ვენდობი და ძალიან intricate, ძალიან ნატიფი და არ ვიცი, ისეთი გადაქსელილია. იმდენ რამეზე შეიძლება მოახდინოს გავლენა მე ამან. მაგრამ ზუსტად ეგ არის, რომ დაღის დამსმელი არ იქნება ნებისმიერი რაღაცა, თუ ჩვენ გავაცნობიერებთ მშობლები, რომ ვაუ, ეხა მე მგონი ესე ვიქცეოდი და აშკარად ბავშვები უკვე ამის ასაკში მარტო დადიან სკოლიდან სახლამდე და ეს კიდევ ჩემზე არის მოჯაჭვული და რა გავაკეთე, რა ვერ დავინახე, რაში ვერ შევწყე ხელი და სირცხulis და დანაშაულის განცდის გამო კი არა, რომ ვა, რა შევცვალო ეხლა როგორ დავეხმარო, ხო? ანუ ეს ცვლილება რომ მოხდეს, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ერთი ვერ გავაკონტროლებთ რა მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. რა შეიცვლება, ხო? ცხოვრება მუდმივად იცვლება, ყოველთვის იქნება რაღაცა ძაფრი, გასავლელი, ყველას გვექნება, ამისგან ვერ დავიცავთ და დაცვა არ გვჭირდება. თავარი არის იმ მომენტში, როგორ ვაძლევ მეორე ადამიანს, ანუ პატარას საშუალებას, რომ საკუთარი ემოციები, საკუთარი ფიქრები და აზრები გამოხატოს ისე, რომ ჩვენ არ შეგვეშინდეს ამის. ამ შემთხვევაში აი როგორ პრინციპში პირველ შვილზე ყველა მშობელი, ანუ მას არასდროს არ ყოლია ვთქვათ, არც 6 თვის ბავშვი, არც 3 წლის, არც და მე მოზარდობაში უკვე გარდატეხის ასაკი როცა იწყება, ანუ პირველი ეს შემხებლობა ამასაკთან პირველ ბავშვთან უწევს ხოლმე. მე როგორც წესი ხოლმე ამ შეცდომებს მეორე ბავშვთან ითვალისწინებენ, მესამესთან კიდევ უფრო მეტად, მაგრამ მაინც აი მიდის ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მშობელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, ანუ ძალიან აი ეს ზუსტად აი ეს მყიფე, ძალიან სენსიტიური ძაფი, რომელიც ბავშვსა და მშობელს შორის არის, ხო? აი ეს მიმღებლობა გქონდეს, მე თუ სწორად გავიგე, რომ მიმღებლობა გქონდეს ბავშვის აი ნებისმიერ გამოვლინებასთან. უნდა მიხვდეს სად რა ეტაპზე რა ჭირდება, როგორ უნდა რეაგირებდე და როგორც წესი მშობლები ძალიან ხშირად უშვებენ ხოლმე პირველ შვილთან, უფროს შვილთან, უფრო მეტ შეცდომას და შესაბამისად უფრო ნაკლებს თანადან, თუმცა შეიძლება პირიქით სხვა ტიპის შეცდომა დაუშვა, მაგრამ მშობლებს ძალიან უჭირთ ამის აღიარება. რომ აი თქვათ, ან აღიარებ შეიძლება, არ ვიცი, მე ხა ესე ძალიან რაღაცა ერთ ქვაბში მოვხარში ყველა, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი არის მშობლის ბოდიში ბავშვის მიმართ. ანუ როგორ უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში და ამ დროს რა ხდება? ანუ ბავშვის მხრიდან რა ხდება ამ დროს? ძალიან ეს ბოდიშიც ბოდიშიც პირობითად ვთქვათ ახლა ხო რაღაცა უწფელი გააზრება რომ ვაუ რა გავაკეთე რა იმიტომ რომ ეს ჩემთვის ხო მივხვდი რომ სულ სხვა განზრახვა მოკლედ პირველი რაც მინდა ხმამაღლა ვთქვათ არის რომ ყველა მშობელს აქვს კარგი განზრახვა ხო ყველა მშობელს უყვარს თავის შვილი უბრალოდ გამოვლინებები და რა გავლენას ახდენს მე შენი სიტყვები, შენი ქცევები, შენი გამოხედვა, ან შენი არასიტყვები, ან საერთოდ არაფრის კეთება, ხო? ეს როგორ რა კვალს ტოვებს მეორე ადამიანში, ეს არ ვიცით, ხო? პირველი უნდა გავიაზროთ. მეორე არის ის, რომ მშობელი, როდესაც გაიაზრებს, რომ რაღაცა შეეშალა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიქცეთ მეორე ადამიანი სად არის, ჩემი შვილი. რა ასაკისაც არ უნდა იყოს, რა მდგომარეობაშია ეხლა. ისევ მოჭემული, ეს არ ვიცი რაღაცა იმ ტირილის პროცესში ხო ხან ხშირად არის ხოლმე, რომ აი რაღაცა დაუყვირე მაგალითად და ისიც ნერვები მოშლიერე და უცბად მე გავეზრო რომ შემეშალ და მინდა რომ ვაიმე და ბოდიში რამ ხელაზე ვიყვირე და შეგილია მაპატი. ეხლა თან ხმამაღლა ვფიქრობ. მოკლედ, ბოდიშის მოხდა როგორც გულწრფელი გააზრება, რომ ვაუ, რაც მე გავაკეთე, თურმე აბსოლუტურად სხვა გავლენა მოახდინა შენზე და ამაზე ვწუხვარ, იმიტომ რომ ეს შენ არ გეხება, ეს მე ვიყავი ცუდად და ეს ჩემი
ცუდად ყოფნის გამოვლინება იყო, არის მნიშვნელოვანი. მეორე, რომ ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ ჩვენი შვილისგან რომ გვაპატიოს, ან დაგვიდასტუროს რომ გაიგოთ ჩემი ბოდიში ან არ გაიგო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ისევ შენ თავზე ფიქრობ და ვერ ხედავ მას, ხო? ანუ ისევ საკუთარ თავს ინდობ, რომ მე აი რაღაცა თუ ესეც შენი გონება ცდილობს რომ მოგეხმაროს, რომ კარგი მშობელი ვარ მე და უშვილ შეცდომა და ეხლა მოდი არ არის გონება გაწმენდილი რა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის შენი ქცევების, შემდგომი ქცევების უკუკავშირის მომცემი არის მეორე ადამიანი რა. ეხა როგორ გიყურებს? ჩაიღიმა ცოტა, თუ ჩაიღიმა და შეგიძლია კითხო რომ შეიძლება გავაგრძელო კიდე მოგიყურე და იმას შეიძლება გითხოს რომ არ მაინტერესებს ხო რა პროს ნერვები მომეშალა და რომ დამიყურე და всё წავედი ეხა მე უნდა ვითამაშოთ ხეჯინებით. საკმარისი, ანუ არ არის საჭირო რომ რაღაცა მოიღო გული და დაადო იქიდან გამომდინარე რომ მე დავინახე ჩემი შვილი რა სიგნალს მაძლევს, ხო? მაგრამ მე მაინც ვეკითხები, რომ იცი რა არის შემიძლია რომ აგიხსნა. ან ჩემთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რომ აგიხსნა და როდის შეიძლება რომ ამაზე გელაპარაკო, ხო? ვაშკარად უგრძნობ რომ სამსახურში არ ვიცი ან ქვეყანაში ესეთ სიტუაცია რომ რაღაცა გავლენას ახდენს, ანუ ასაკსაც გააჩნია, ის რომ მე ვაცნობიერებ რომ არასწორად მოვიქეცი და ცუდი გავლენა მოვახდინე რაღაცნაირად მეორე ადამიანზე, ამის გამოსწორება უნდა გვინდოდეს. ხო, მე მგონია რომ ჯანსაღი ზუსტად ეგ არის, რომ რაღაცა სიცარიელეში კი არ დავტოვოთ ეს ყველაფერი და მე შენ ინანიებ და მე ვთქვათ არ ლაპარაკობ ამაზე შენ შვილთან, მაგრამ მე წახვედი და რესტორანში ვთქვათ წაიყვანე თავის საყვარელ რესტორანში, მაგრამ მაინც არაფერს არ ამბობ და სულ თვალებში შესწისინებ, რომ ხო გიხარია, ხო კარგად ხარ, რომ თითქოს გამოსწორება გინდა, მაგრამ ეს გამოსწორება სუფთად არის ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, ინტიმური კომუნიკაცია, დიალოგი, როცა ეუბნები, რომ ჰეი, მაშინ რომ მოხდა, ანუ შენზე რა გავლენა იქონა. აი, ამ კითხვას უსვავ. შეიძლება ბოდიშიც არ მოუხადო, მაგრამ სახლში რო ვიყავი და ჭურჭელს რო ვრეცხავ და შე რო 10 ჯერ დამიძახე და მე რო გიყვირე. და ის რა ქვია, მე ამ დროს ბავშვები მოვიდნენ, შენ წახვედი, მე დრო აღარ ქონდა სალაპარაკოდ. შენზე რა გავლენა ქონდა ამას? შენ მაგ დროს რა იგრძენი? ანუ ის რომ მე უბრალოდ ვინტერესდები ჩვენ ყველა პირველი არის ეს რომ ჩვენ ყველა ვიაზრებთ და ჩვენ ყველა ერთმანეთს რაღაცას ისეთებს ვაკეთებთ ნეფსით უნებლად რაც სხვაზე არასასიამოვნო გავლენას ახდენს ეს უნდა მივიღოთ ხო ამის გაქრობას ვერ შეეცდები ანუ ადამიანები ვართ მაგრამ მე როგორ მუშაობ ამასთან ეს არის ძალიან ადამიანური და ძალიან მაღალი შეგნების მქონე ადამიანების ქცევა ხო როგორი არის გამოსწორება ურთიერთობის რომ ამით არ მთავრდება იმიტომ რომ ის პატარა არცი ხახუნი ხო ან დაჭიმულობა დაძაბულობა რაც ხდება თუ იმას ყურადღება არ მიაქცია ეს დაჭიმულობა ნელ-ნელა იზრდება ნელ-ნელა მწვავდება და თავიდან შეიძლება რაღაცა ხუმრობებით იყოს, ხო, ცოტა სარკასტული ხუმრობები. მე რაღაც ის თქმა გინდა და უბრალოდ ვეღარ ეუბნები. და აღარ ეუბნები. ესეც უკვე ნიშნავს, რომ ხო, ანუ კომუნიკაცია სადღაც მე უკვე ომში გადადის, ხო, რაღაც სიტყვებით ომში, არ ვიცი, ფიზიკურ ომში. ამიტომ თავიდანვე ხო, ჩვენ თუ შევამჩნევთ, რომ რაღაც შენ თავზეც რო დაფიქრდე რა, რაღაც რო გეწყინება, შენ როგორც დიდ ადამიანს შეგიძლია მიხვიდე მეორე ადამიანთან და უთხრა, რომ ჰეი, ესეთი რაღაც რომ მომწერე, ძალიან გული დამწყლა და შეგიძლია ამიხსნა. ან თუნდაც თქვა ბოდიშის ფორმა არ ქონდეს, მაგრამ რაღაცნაირად გავიგოთ, აბა რა ხდება, რა მოხდა? მეც არ ვიცი რა მოხდა. იქნებ მოდი აბა ერთად გავიგოთ რა მოხდა, ხო? ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენება მეორე ადამიანისთვის, რომ შენ იაზრებ, რომ შენს ქცევას გავლენა ქონდა მასზე. აი მე თუ დავანახებ ჩემ შვილს, რომ მე ეს გავიაზრე, ეს მოჭიმულობა იშვება, ხო? აი თუ გავიხსენებთ, კითხვა არის, რომ აი ვიღაცამ ვინც ზიანი მოგაყენა. შეიძლება პირადი ურთიერთობა იყო, ხო, არ ვიცი, თინეიჯერობაში შეყვარებული რაღაცა გააკეთა. რო დაფიქრდე, ხო? და რო გეკითხები, რომ აი რა გენდომებოდა? ყველაზე მეტად, ხო? აი ხა უკან რო გაიხედო, ძირითადად არის ხოლმე, რომ იმ ადამიანს ეთქვა, რომ იცი რა არის, ხო, აი ესენი ვქენი რა და ბოდიშს გიხდი. ხო, ანუ იმის მხრიდან, იმის გაცნობიერება კი არა და იმის აღიარებაც არა, ხო, აი, თქმა რომ მე შენ გატკინე. მე რაც გავაკეთე, ამის გავლენა ქონდა შენზე და მე ეს არ უნდა გამეკეთებინა. და ხო, რა შემიძლია გავაკეთო?
როგორ შეიძლება მოგხსენოთ შევცვალო ეს მოცემული. მაგრამ როგორც გითხარით, ბავშვთან შეიძლება აბსოლუტურად საერთოდ არ დაეშვა მასთან არაფერი და პირიქით გითხარ არაფერი, მაგრამ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ გულწრფელი ხარ, შენ ამბობ, რომ იცი რა არის მე ვღელავდი, შენ ეს არ გეხება რა, იმიტომ რომ 10 ჯერ რომ მკითხე, ეს შენ არ გაქცევდი ყურადღებას და ალბათ იკითხავდი 10 ჯერ, იმიტომ რომ მე თან ვრეცხავ, თან გპასუხობ და შენ გინდოდა ჩემი სრული ყურადღება. ანუ ჩვენ თავზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო? ანუ ბოდიშის მოხდა არის ჩემი თავიდან გამომდინარე. ნინო, რა ასაკში შეიძლება დაისვას ისეთი დიაგნოზები, ვთქვათ, როგორიცაა ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტისტური სპექტრის აშლილობა, ან ვთქვათ, სხვა შემეცნებით დასწავლით დარღვევები და აი ვთქვათ, რა საფრთხეს ქმნის დაგვიანებული დიაგნოსტიკა. ზოგადად აი წინახევრიდან ვთქვათ აუტიზმის შემთხვევაშიც ხო რაღაც წინახევრიდან რაღაც პატარა ნიშნებს ამჩნევ, ხო? სადღაც 2-3 წლიდან ხდება ოფიციალური დიაგნოზის დასმა. თუნდაც ენის განვითარების და ასე შემდეგ. პლუსი, ხო, რა არის? სარგებელი რა არის, თქვათ, ადრეულად დიაგნოზის დასმის არის, რომ იმ მომენტში, როდესაც ტვინი ყველაზე მეტად იზრდება თუ მოქნილია თუ ასე შემდეგ, ხო? იმ მომენტში შენ რო გამოცდილებებს მისცემ, ხო? მისთვის საჭირო გამოცდილებებს, ხო? ტვინი ბევრად უფრო ადვილად შეიწოვს ამას, გაიშინაგნებს და არის ხოლმე სიტუაციები, როცა რაღაცა პერიოდის მერე, თქვათ, სუბუქი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები საერთოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი აღარც აქვთ ხოლმე. ესეთი რაღაცებიც ხდება. ანუ შეიძლება რომ ვთქვათ, რაიმე სახის ნეიროგანვითარების დარღვევა ქონდეს ბავშვთან, ვთქვათ, დროთა განმავლობაში ეს გამოსწორდეს, ანუ არის ამისი. კი, ნამდვილად თუ ხშირად არის ხოლმე რატო? იმიტომ რომ ეს არის სენსორული ნერვული პრობლემებიდან გამომდინარე, ხო, როცა თავის ტვინი ვერ ახერხებს რაღაცებს. ხშირად არის ხოლმე რომ გვენიათ რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა არის და მაგალითად ეკრანებზე იყო მიბმული, მიჯაჭვული. ოღონდ თქვათ დიაგნოზი შეიძლება არ დაისვას, მაგრამ ეჭვი არის, ამიტომ დინამიკაში სჭირდება დაკვირვება და იქ ამბობენ რომ იცი რა არის, მოდი აბა ითამაშეთ შენ და შენმა შვილმა რა, ხო? და დრო გაატარეთ, აი თამაში, ერთად თამაში, ბუნებაში, იხტუნავეთ, იმოძრავეთ, ხო, ADHD-ზეც მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ბუნებაში რაც უფრო მეტად უშვებ, ის არეგულირებს მის ნერვულ სისტემას, აი თავიდან რაზეც ვილაპარაკეთ რა. არის მაგალითად კვლევა, მასაჟი, რასაც მე ვაკეთებ. ჩინურ ტრადიციულ მედიცინაზე არის დაფუძნებული და იქ არის, რომ ყველა ბავშვში არის ეს რა ქვია, ცვლილებები, მაგრამ 2 წლის თავზე მსუბუქი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები, ხო, უბრალოდ დიაგნოზი აღარ არის. აღარ აქვთ ეს დიაგნოზი. თუმცა აი ეს თვითონ იარლიყი დიაგნოზიც ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავიაზროთ რისთვის არის რა. ერთი რომ, ჰეი, შენი თავის ტვინი ხო, მრავალფეროვანია, სხვანაირად მუშაობს და ეს საინტერესოა და ეს მისაღებია და შენ რა ძლიერი მხარეები გაქვს, ხო? ისინი რომ გამოვიტანოთ. მეორე ძალიან ბევრი კვლევები არის საკვებზეც, ხო, ტოქსინებზეც, რომელიც რაც უფრო მეტად რაც უფრო გამოკვლეულია იცი, ხო? ასე ვთქვათ, ჰოლისტური მედიცინა, ხო, რაც არის ფუნქციური მედიცინა, რაც არის, ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი არის, სადაც ამბობენ, რომ ამ ადამიანებს აი ეს რაღაცა სხვადასხვა პროგრამები, ხო, ზრუნვა, ჰოლისტურად, მოკლედ მუშაობა, ჩარევა ამცირებს იმ სირთულეებს, რაც აუტიზმის მქონე ადამიანებს აწუხებთ, რაც ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. თუმცა ისევ და ისევ კითხავს რომ დაუბრუნდეთ, ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივცეთ ბავშვს საშუალება, რომ მას რაც სჭირდება და რასაც ვერ არეგისტრირებს სხეული, იმის სტიმულაცია მოვახდინოთ, რომ თავის ტვინი დამშვიდდეს, ნერვული სისტემა დამშვიდდეს და ენერგია წავიდეს უკვე შემეცნებისკენ, ხო? ADHD-ის შემთხვევაში, ანუ ჰიპერაქტიურობის დროსაც და აუტისტური სპექტრის დროსაც. აი ბევრნაირი მიდგომა არის
მაგრამ ნიშნავენია იცოდე დიაგნოზი იმისთვის რომ დაეხმარონ. ანუ რაც უფრო ადრეული ასაკიდან მით უკეთესი არის. ბევრად ადულდება სხვა პროცესები რა, ბევრად. მაგრამ აი როგორ არ უნდა გადავაქციოთ თქვა დიაგნოზი ბავშვის იდენტობის ნაწილად, იმიტომ რომ ხშირად აი ძალიან ხშირად მინახავს რომ ერთი და იგივე ქცევა დიაგნოზირებული თქვა აუტისტური სპექტრის ან თქვა ADHD-ის შემთხვევაში იგივე ქცევა სხვა არადიაგნოზირებული ბავშვის შემთხვევაში სხვანაირად აღიქმება და აი ეს როგორ უნდა მოვახერხოთ. პირველ რიგში მგონია რომ მშობლებს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდებათ იმ დროს როცა იგებენ რომ მის შვილს აქვს ესა თუ ის დიაგნოზი რა, იმიტომ რომ გონიათ რომ ეს არის გადამწყვეტი. გონია რომ ეს არის შემზღუდველი სამწუხაროდ თელ მსოფლიოში, საქართველოში განსაკუთრებით, ხო, კი, უამრავი რესურსი და მხარდაჭერა ჭირდება მშობელს, როგორც ფინანსური, ხო, ასევე ის, რომ ეს ბავშვები ფეხზე დააყენონ და შეძლონ ისე ყველა უფლება, რაც ბავშვს აქვს, მოკლედ ის უფლება მიიღოს, მაგრამ ამავე დროს და ზუსტად ამისთვის ჭირდება მხარდაჭერა, ემოციური მხარდაჭერა, ხო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მშობელს, რომ გააზრებინა, რომ ჰეი, კი, რა, განსხვავებულად მუშაობს, მართალი ხარ და ჩვენთვის რომელიც ესე სტანდარტულად ფუნქციონირებთ, მარტივი არ არის და შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდეს, რომ გაიგო, რომ მოერგო, მაგრამ საინტერესო არის რა, იმიტომ რომ აბსოლუტურად, ანუ ყველაზე მეტად გრძნობენ რაღაცებს, ანუ როგორ შეიძლება რომ ძლიერ მხარეთ გამოიყენო, უამრავი ახალი წიგნი არის, უამრავი ახალი კვლევა არის, უამრავი ვიდეო არის, რაც გაჩვენებს, მე მშობელთა წრე შეიძლება შეიქმნას, რომ ეს არ გახდეს შემზღუდველი, აი როგორც თქვენ თქვით რა, იმიტომ რომ იალიღი როცა გაქვს, ზუსტად აღნიშნეთ რა, ვეღარ ხედავ იმის მიღმა რა არის. და პატარა ოდნავ ცვლილებებით რო არის, ეგეც ხო, ნუ აი ეს ახლა რა მოხდა, ვეღარ ზეიმობ იმ რაღაცებს, რაც ეხლა ხდება, რაც სადაც წინ წავიდა და უფრო ნელი პროცესი არის, თქვათ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებად ღირებული არის, ხო? და სად ამოიფრქვევა და სად გაიშლება, ხო? ეს ხო კიდე ცალკე თემა არის რა, ხო? და აი ეს მრავალფეროვნებასთან, მოკლედ შეგუება და მრავალფეროვნებაში სილამაზის დანახვა, ეს ცალკე რაღაცა სულიერი პრაქტიკა არის რა, არა მაღალფარდოვნად კი არ ვამბობ, ხო? ანუ ეს არის ჩვენი მომავალი თუ გადავრჩით ყველანი მთელი მსოფლიო, რაც ახლა ხდება, ეს არის გლობალურობაში არის, ანუ მრავალფეროვნებაში არის, ხო? ეს სხვადასხვა კულტურები, სხვადასხვანაირი ადამიანები და როგორ პოულობთ მე ამ როგორ საერთო ენას, ხო? სად იკვეთება ჩვენი? ზუსტად, ანუ რამხელა ის რაც ამ ადამიანს ჭირდება, თქვათ აუტიზმის მქონე ადამიანს, როგორ ხდება ჩემთვის რესურსი. ხო? იმიტომ რომ თქვათ ისე ვამბობ, ხო, სენსორული პრობლემის მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა მაგალითად ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც არ აქვს იალიყები. და უცბად აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ იყო მაგალითად, საერთოდ არ ვარ მე მაგალითად დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ ვყიდულობ ესე ტანსაცმელს, რომ გიჟდები, ბევრად უფრო თავისუფლად მოძრაობ და რაღაცნაირად მშვიდად ვარ, ან არ ვიცი, პანდუსები, ხო, შეზღუდული შესაძლებელი ადამიანებისთვის იყო, მაგრამ მე რომელმაც შვილი გავაჩინე, პატარა იყო ეტლით დამყავდა, მივხვდი ღმერთო ჩემო, როგორ მჭირდება ეს პანდუსი, იმიტომ რომ დავიღალე, ვეღარ გაკყავს გარეთ, იმიტომ რომ უნდა აწიო კიბეებზე. ხო, ანუ როგორ გვეხმარება ეს მრავალფეროვნება, სხვადასხვანაირი ფიქრი, ხო, ყველა სხვადასხვანაირად მოძრაობთ, რომ ეს არ არის ცუდი ან კარგი, არის ესეთი განსხვავებული და რა საინტერესოა. ხო, ვაუ, ოკეი. რთულია, ზუსტად ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი, დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევცვალოთ, ხო? იმიტომ მე ახალი იდეები მოდის, ახალი გამოგონებები და ასე შემდეგ. მაგრამ უფრო ღირებული, უფრო გამთლიანებული ვხდებით, როგორც ერი, როგორც კაცობრიობა საზოგადოება, იმიტომ რომ არავის მიღმა არ ტოვებ, რა, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ რაღაც პერიოდში მეც გავხდები შესაძლებელი პირი რა, ხო? მოვა ეს პერიოდიც, ხო? ანუ ყველანი დაკავშირებულები რო ვართ ერთმანეთთან. კი ბატონო. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მშობლისთვის მნიშვნელოვანი ნიშანდობლივი ინფორმაციამ გაიჟღერა დღევანდელ ჩვენ საუბარში, თუმცა
გაჟღერებასა და მიმღებლობას შორის დიდი ზღვარი არის, კი არა და დიდი, ასე ვთქვათ, მანძილი არის და დღევანდელ ჩვენ შეხვედრას დავასრულებ ბრიტანული ანდაზით, აღზრდით ბავშვებს, ისინი მაინც თქვენ და გემსგავსებიან, აღზარდეთ თქვენი თავი. ანუ აქ არის მაინც მშობლის როლი, განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და მშობლებმა პირველ რიგში ალბათ პასუხისმგებლობა იმაზე უნდა აიღონ, რომ როდესაც შვილს აჩენ, როგორი უნდა იყოს შენ თავზე უნდა იმუშაო. მთელი ამდენი ინფორმაციის მიღების შემდეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა სწორედ ეს არის. მშობელმა საკუთარი თავი უნდა აღზარდოს და მერე იქნება ალბათ უფრო მიმღები თავისი შვილის და სხვისი შვილის მიმართაც. ასეა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე დაგემშვიდობებით მომავალ პოდკასტამდე, ნახვამდის.